ყველა ფონდი, რომლებიც პროევროპული აქციების დროს დაზარალებულებს, დაჯარიმებულებსა და დაპატიმრებულებს ეხმარება დაყადაღებულია. როგორც ირკვევა ოცნების პროკურატურამ, ნანუკას ფონდი, Prosperity Georgia ფონდი ერთმანეთისთვის სირცხვილია და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეგრეთ წოდებულ საბოტაჟზე იმ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი მოძრაობის ნეიტრალური საქართველოს წევრის ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო. ოცნების პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლეს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების ტრანზაქციები, რომელთა მიმართაც უწყების განცხადებით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისაკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამღები პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამღები პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. გამოძიება, რომელზეც ქართული ოცნების პროკურატურა მიუთითებს 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე დაიწყო. ნანუკას ფონდის ხელმძღვანელი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქართული ოცნების პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა. როგორც ჟორჟოლიანმა ვიდეო მიმართვაში თქვა, ფონდის მიერ გაწეული დახმარება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ასევე ის პროკურატურას უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს. როდესაც საუბრობენ, რომ დამნაშავე პირებისთვის ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გულისხმობენ დაკავებულებს, ახალგაზრდებს, უდანაშაულო ადამიანებს. ჯერ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე რა გაუგია, დამნაშავეები როგორ არიან, ჯერ სასამართლო დადგენილება, სასამართლო განაჩენი, მათი მართული მოსამართლებიდანაც კი არ დამდგარა. და გაბიტაშვილი უკვე გვეუბნება, რომ დამნაშავე პირებს ფინანსური მხარდაჭერა ეწევათ. მეორე, როდესაც გვეუბნებიან, რომ დამნაშავე პირების ოჯახის წევრებს. გასაგებია, რომ ამეთი სასამართლო დამნაშავედ გამოცხადებს ყველა დაკავებულს, მაგრამ 27 წელია, მათი ოჯახის წევრების ფინანსური მხარდაჭერა, როდესაც აქ საუბარია ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელი მუხლით გვეკრძალება მართლა მაინტერესებს დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრების ფინანსური მხარდაჭერა. რა მუხლი ითვალისწინებს ამ აკრძალვას? მართლა 27 წელი ან მეორე ბალაკლავების და აირწინაღების დარიგება. საწევია, რომ მაშინ როდესაც ჩვენ აირწინაღებს ვარიგებდით, ეს იყო კანონით აკრძალული. ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ მათ დასახმარებლად ის ალტერნატიულ გზებს აუცილებლად მოიძიებს. არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა, ეს უნდათ სწორედ მათ, რომ ახლა თქვენ ადამიანები, რომლებიც დაჯარიმებულები ხართ, ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, მათი ოჯახის წევრები, უიმედობამ შეგიპყროთ და ჩავთვალოთ, რომ რაღა დაგვრჩა, რა ბერკეტი, რომელიც მაგალითად ითვალისწინებდა ან ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ვითარება შემსუბუქებულიყო, ყველაფერს აღჭობენ, არა. ალტერნატიული გზები მოიძებნება ყველა შემთხვევაში, ყველაზე რთულ შემთხვევაშიც კი. ვატო შაქარაშვილის მისამართს ტელეფონის ნომერს გავუგზავნი ყველა იმ ადამიანს, რომლის შეტყობინებაც ახლა მაქვს ინბოქსში, რომლებიც შვილების გადარჩენას გთხოვენ, რომლებიც გთხოვენ არსებობის საარსებო მინიმუმს. ვატო შაქარაშვილს უსურვებ ყველაფერს, რა შინაარსი შეტყობინებებიც ინბოქსში მოგდის, რა დახმარებაც გაგვიწევია ამ ხნის განმავლობაში. ნანუკას ფონდი ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს, ასევე აფინანსებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას, მათ შორის დააფინანსა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება. საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ ადამიანის უფლებათა სახლი და Prosperity Georgia.